ნიდერლანდები ოცნების მთავრობას რეპრესიების საპასუხოდ შეზღუდვებს უწესებს. ამსტერდამმა რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო კანონის უზენაესობის მხარდამჭერი ტრენინგები შეაჩერა. საუბარია პროგრამა მატრაზე, რომლითაც წლების განმავლობაში 200-მდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ ისარგებლა. განცხადებაში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ოცნების მთავრობას მიმართავს. დასაჯოს ჟურნალისტებისა და მომიტინგების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები, გაუქმოს რეპრესიული კანონები და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური მძევალი. პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია. ნიდერლანდების გადაწყვეტილებას ოცნების პრემიერი პროპაგანდისტული განცხადებებით პასუხობს და ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ირაკლი ყობახიძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა დღითიდღე შორდება დასავლურ სამყაროს და ვდგავართ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზე. ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, მათ შორის არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება. 10-მდე ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებთ არაერთი პარამეტრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან, სამწუხაროდ დღეს არის განსხვავებული ვითარება. გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებისგან. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის. ევროკავშირი კი საინფორმაციო კამპანიით უპირისპირდება ოცნების ამ ანტიდასავლურ და დეზინფორმაციულ გზავნილებს. ევროპული გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმს ახსენებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა და საქართველოს ომში ჩათრებაზე დაწყებული დისკუსია კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილია. ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა. ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა. საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს. ქართული ოცნების წევრების გარდა მტრის ხატად ევროკავშირის წარმოჩენა ოლიგარქის პარტიასთან დაახლოებულ სასულიერო პირებსაც დაევალათ. საარჩევნო მსახურებაში ამჯერად აქტიურად ჩაერთო ბოდბელი მთავარეპისკოპოსი. მეუფე იაკობმაც გაიმეორა ცრუ დილემა, რომ თითქოს ქართველებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ღირებულებების შენარჩუნებასა და ვიზა ლიბერალიზაციას შორის. რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი, ანუ ევროკავშირი ვიზებს ჩამოგართმევთ და მე გაგირთულეთ პროცესო წამოსვლისო, რომ შემოიტანთ ან მოგცემთ ან არა. ჩვენ არ გვინდა სხვა ერების ან ავღანელებივით სასტიკ იმაში მოხდეთ პირობებში, ან უკრაინელებისავით რა. არავის არ ურჩევ ჩვენთან რაღაცით დაპირისპირებას. არავის სათამაშო არ გავხდებით ქართველები. ოლიგარქი მზადა საკუთარ კეთილდღეობას და ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლოს, ფიქრობენ ფორმულას რესპონდენტები. მიაჩნიათ, რომ თუკი საქართველო ისტორიულ მონაპოვარს დაკარგავს, მთავარი დამნაშავე ამ პროცესში ივანიშვილის პარტია იქნება, რომელიც ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს აღვიქვათ როგორც ისეთი მოვლენა, რომელიც არის ქართული ოცნების ასე ვთქვათ ბრალი ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროპაგანდისტული მედია საშუალებებით ცდილობენ, რომ სხვას დააბრალონ ეს ყველაფერი, თავად ევროკავშირს, ასევე ოპოზიციას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მაგალითად ჩვენ და სამოქალაქო ორგანიზაციები არასდროს არ ვამბობდით, რომ საქართველოს უნდა დაკარგოს უიზო მიმოსვლა, არასდროს არც ერთ შეხვედრაზე, არც დახურულზე, არც ღიაზე არ გვითქვამს. ჩვენ ხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით რა გეზი აქვს აღებული ქართულ ოცნებას და რომ ის ცდილობს სრულად ჩააცემენტოს ავტორიტარიზმი საქართველოში. შესაბამისად, ავტორიტარიზმი დიქტატურისკენ სწრაფვა ეს რეპრესიული კანონები არ არის შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებთან. ისინი ამბობენ, რომ თითქოს ცდილობს დასავლეთი საქართველოს ომში ჩართოს, რაც რეალურად რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის წმინდად რუსული ტყუილი პროპაგანდისტული მესიჯების გამეორება, რადგანაც უბრალოდ ერთ განცხადებასაც კი ვერ დაასახელებს და ვერ ასახელებენ ქართული ოცნების დე-ფაქტო ლიდერები, როდის მოგვიწოდა რომელიმე თქვა დასავლელმა პოლიტიკოსმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაიხსნა მეორე ფრონტი.
ქართულ ოცნებას რეკომენდაციების შესასრულებლად 11 დღე დარჩა ევროკავშირი დრაკონული კანონების უკან წაღებას, სინდისის პატიმრების გათავისუფლებასა და დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონა ახალი წლიდან დაიკეტოს.